გამარჯობა. მე ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ღარიბაშვილს. ტყვე დაყვანილ ღარიბაშვილს. უნდა სრული გულწრფელობით, რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა ირონიაც ისახებოდეს რა შემსაუბარში, მაგრამ ეს ბუნებრივი არის. ახლა ადექი ბიძია ერთადერთი გამოსავალი გაქვს. შენზე კარგად არავინ არ იცის ბიძინა ივანიშვილს რა უკეთებია ამ ქვეყნის საწინააღმდეგო სადუპარი არა ეს ჩვენ ყველამ ვიცით მაგრამ შენ იცი ამის ფაქტები დეტალური კონკრეტული ის რაც საზოგადოებამ არ იცის ხო და ისარგებლე უახლოესი სოციალური მედიის საშუალებით რა ვიცი ახლა თუ მართლა ვაშკაცი ბიჭი ხარ რა ვიცი ვინმე რო გკითხავს სხვას მოუწევდებდი ქვეყნის გმირობისკენ და თავდადებისკენ და ზესახელმწიფოებრივებისკენ და რა ვიცი და სინამდვილეში დაგუყვა როგორმა ტიპებმა იცი აი საგარეო დაზვერვის უფროსად რო ვიღაცა სუჯაშვილი დანიშნე თავდაცვის სამინისტროში ლელა ჩიქოვანი გვარგადაკეთებული სინამდვილეში სოხაძე გენერალი რო იყო რა მაგიდაზე რო ხმარობდნენ და იქ რო გახდა გენერალი აი ის რო დატოვე და დააწინაურე მაგ 59 ნომრად ჯერ ჩაჩიბაია ჩინი რო არ დატოვე ჩინი სამხედრო ჩინი აღარ არსებობს კაც საქართველოში ქვეყანა 20% ოკუპირებული გვაქვს დედა აქ ტერიტორიებს ნატირები ჩვენი მოსახლეობა იქიდან დევნილია და ამან სამხედრო წოდება აღარ დარჩა ყველა პაგონებზე მიადო ამ მეძავის გაზდით ჩაჩიბაიას რომელიც 2008 წლის ომის დროს იფორმებდა მიწებს საქართველოში და ეს დავისგან იცი სააკაშვილისგან ამან ჯერ გენშტაბის უფროსად დანიშნა და დააწირაურა და იქ მარგველაში წოდებები დააყრევია ბეჭდზე და შემდეგ გააკეთა ის ბატონებო რომ იმან ხმარვა მოიღო და ესეთი პროცესი წავიდა რომ ქუთაისში კოცების წინააღმდეგი წავიდა უკვე მერე რა მან მერე მოხსნა იქიდან და პარლამენტში გადმოიყვანა და იქაც რო კიდე ბუნტი დაუწყო მერე ადგა და მის მრჩევლად დაინიშნა აი ასეთმა ხალხმა ჩემო ირაკლი მოგიტყდა დედის ტრაკი ხო და ეხლა იცი რა ჯერ კიდე ბოლომდე არა გაქვს მაგ სიტყვას აღარ გავიმეორებ ის რაც დაგმართეს შენ კიდე გელის უფრო დიდი ჭყალებში ბედნიერებები რაც შენმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა მათ შორის ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმიტომ რომ შენ გეგონა რომ ამ ხალხიდან მიიღებდი ვიგოდას შენ გეგონა რომ ფეჩაცკს ჩაითმევდი ხელზე და ეკალს ისე მოწყვიტავდი მაგრამ ეს ეკალი მოგახვიეს სასქესო ორგანოზე და ჩამოგიკიდეს ერთ ადგილზე თვითონ ეს ნორმალურია იმიტომ რომ შენ არ იყავი ის კაცი რომელსაც შეეძლო ასეთი ნაძილების მართვა ეს ნაძილები შენ უნდა მიგეჩინა მათი ადგილები ციხეში მაგრამ შენ ეს ტიპები დაისვი გვერდზე და ციხეში აღმოჩნდი შენ თვითონ და ეს სავსებით ნორმალური პოლიტიკური პროცესია როდესაც ისეთ ანომალიებს აკეთებ როგორიც შენ გააკეთე ხო აი ახლა რა მინდა რო გითხრა იცი და კიდე ახლა ბევრია აღარ ჩამოთვლი რა შენ ნაკეთებებს ისეთი სისულელეები გაქვს ნაკეთები პროსტო მაგი რო ჩამოთვალო ძალიან შორს წავალ შენ თამაშობდი ეროვნული იდეოლოგიით შენ ასრულებდი ძალიან ცუდ მითითებებს შენ ნიველირებას აკეთებდი ყველაფრის საზოგადო და ერისთვის საჭირო შენ თესავდი ფსევდოდისიდენციას და ფულით რა თქმა უნდა აფინანსებდი ისეთ ორგანიზმებს რომელიც მე სახელს უტეხავდა ნებისმიერ ეროვნულს და ახლა აღარ მინდა წავიდე წამოვიდე მაგრამ ყველაფერი კარგად იცი ერთი პლუსი შენ რაც შეგრჩა და რაც შეგრჩა ნამდვილად და შეგიძლია გააკეთო ამ საცოდავი ერისთვის და საცოდავი ემისთვის საზოგადოებისთვის გამოხვიდე და ეს ყველაფერი ილაპარაკო უნდა და არადა უნდა ილაპარაკო ხო და გააკეთე ეს თუ გეუბნები რა შენ ვერ გიშველის ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი პრეცედენტი შეიქმნა შეყური კი არ აგიწიეს და დაგსაჯეს მარტო იმისთვის რაც გააკეთე და შენ კარგად იცი რაც გააკეთე ასე ხდება ხოლმე ახლა არ ახარ შენ პირველი და ალბათ საბოლოო ჯამში არც ბოლო იქნები იმიტომ რომ ზალაუფლება რყნის რო არის ნათქვამი კაცო სააკაშვილი ზიზღი ერს რატო ქონდა მის მიმართ იმიტომ კი არა რომ სააკაშვილი იყო არა ზიზღი
ზიზღი რატო არ ქონია დავით აღმაშენებლის? რა სააკაშვილზე სასტიკი არ იყო? ფიქრობ? უკანალში თხრიდა სარებს და პირში ამოდიოდა და ისე აყენებდა მოედანს. მაგრამ აღმაშენებელი შეარქვა იმას და იმას, რაც შეარქვა სააკაშვილს, შენ კარგად იცი და შენ რასაც დაგარქმევს, ისიც ხო იცი. უბრალოდ გამართლებას და მიზნებს და გამოწვევებს რა დროშიც ცხოვრობ. აქ თავისი ადგილი იმ დიდ საერთო მოზაიკაში, რომელსაც შენ ვერ ცნობ. ან უბრალოდ არ გინდა იცნო და ეხლა ამ წუთას აკეთებ ზუსტად იგივე ანომალიას, რამაც მიგიყვანა მაგამდე. ციხემდე მიგიყვანა შენ მაგან. ხო და ახლა ისარგებლე შენი გამოსვლით ნებისმიერ სოციალურ მედიას, აი როგორც მიმამოს ვაკეთებ, გამოდი და ილაპარაკე. გიორგი უბიანი რო ყავდა გვერდზე დასმული პროჭიაშვილი, საკუთარი ქმრის მიმსახებელი იქ. ხალი რო ქმარს უცნობ ვითარებაში გააქროს, არა, პირველი ქმარს, ხო? ხა იმაზე რა უნდა ვილაპარაკოთ რა. არის ძალიან ბევრი თემები, სადაც შენ დაუშვი თვით განადგურების რეჟიმი ჩართე შენი თავის რა. არა და ერთადერთი პრინციპული ნაბიჯი რაც ქონდა აღებული, ალბათ ეს გჭირდებოდა და იმიტომ რომ საქართველოში ხელისუფლებისთვის ბრძოლობდა ორი შტო. ერთი შენ, ვითომ ეგრეთ წოდებული ეროვნული რაღაცა პრორადიკალური სინამდვილეში რა თქმა უნდა ფსევდო და მეორე ის პროლიბერალური ხიდაშელი და მისი სასტავი რა. და ბიძინა ივანიშვილთან აკეთებდით პაკლონებს დიდ ღმერთთან რა ექვთიმესთან აკეთებდით პაკლონებს რომ აი რა როგორ და რანაირად უნდა ყოფილიყო. ეს არის რეალობა და გაჯობეს შენ იმიტომ რომ აი იმ სოროსის ვირთხამ შენ რო გეგონა რომ კარგად უთხრიდი მიწას აი ხუჭუჭა ბიჭი რო ყავს ხიდაშელის და უსუფაშვილის ნასულ დგომულარმა ნასოროსალმა სირმა გეტირა ყოფა შენ მაგან მოგიგო პოლიტიკურად ბრძოლა და გაგასაზღრა ბიძინა ივანიშვილთან გააკეთა შუამდგომლობა რომ ჩაძირულიყო და შენ ვეღარ აღორძინდები აღარ არის ის რომ არა ხარ შენ რომის იმპერიაში მარიუსად დაბადებული რომ მე7 არწივია აფრინი დამიჯერე всё სხვა გარემო იყო შენ რომ მოგიყვანეს და მეორე დაგსვე სხვა გარემო იყო ეხლა სხვა გარემოა აბსოლუტურად სხვა გარემოა შენ დაეცი არა და შეგეძლო შენ რომ ეს ბრძოლა აი ამ ფრთისთვის მოგიგო რა პოლიტიკა სულ ბრძოლაა ჰეგელის არ იყო ცხოვრება ესაა პოლიტიკა და პოლიტიკა ეს არის ცხოვრება დაჟე პოლიტიკა და მისი დეფინიცია ისეთი ადამიანებისთვისაც კი აუცილებელია ვინც საერთოდ პოლიტიკაში არ არის და მით უმეტეს შენ როდესაც დღეს პოლიტიკაში არ ხარ გაიმართლებ შენ თავს იმითი რომ შენ თითქოს პოლიტიკას ვეღარ აკეთებ მე შენ ამას გირჩევ იმიტომ რომ არსებობს ადამიანები რომლებიც გირჩევენ ყველანაირი ანგარების გარეშე მე ამას რომ გირჩევ გულახდილად გეუბნები ეს დიდი სიყვარულით კი არ მომდის შენს მიმართ ამას ვაკეთებ იმიტომ რომ შენი პოლიტიკური გვამი კიდევ სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის და შენ სამარის პირას მდგომმა გაიყოლიო შენთან ერთად სადაც ჩაგძირეს შენ კიდევ ვერ გძნობ სადაც ჩაგძირეს ბიძინა ივანიშვილი რომელმაც მისცა რეზოლუცია შენს გათახსირებას გაიყოლო უსუფაშვილი გაიყოლო ხიდაშელი გაიყოლო ანადოლიძე გაიყოლო ალასანია როგორც გაუშვი შენ ხო გაუშვი ხო უტირე დედა შენზე კარგად არავინ არ იცის ალასანიამ რამდენი შეჭამა სამშენებლო ბიზნესის ფული წაიღო თავდაცვის სამინისტროდან რა შენ არ იცი ვინსა და როგორ და რა შენ ყველაფერი კარგად იცი ამიტომ ჩემო კარგო გააკეთე ეს ნაბიჯი შენ თუ მაგნაბიჯს გააკეთებ რა ვიცი რა მე შენზე ძვირფასი კაცი ხა საქართველოში ნამდვილად არ მეყოლდება და ახუჭავ თავს ყველაფერზე და ვიტყვი რომ აი შენ ახლა ნამდვილად დღეს ჩვენი დროის გმირი არის ესეთი სლავური რომანი არის ჩვენი დროის გმირი ხო და შეეკითხე მაგ სადაც გადიოდი კონსულტაციებს და გეტყვიან იმ ჩვენი დროის გმირში რა და როგორაა მოვლენები ასახული ესა ხო და რა ვიცი ახლა მე ალბათ უნდა იფიქრო გონებრივად რომ დადგა დრო
იმისი გადადგა სწორი ნაბიჯი. თორე რა მოხდება ახლა იმ შემთხვევაში თუ შენ სწორ ნაბიჯს არ გადადგა, მოდი მოგიყვები ახლა რა მოხდება რა. შენ ირგვლივ მყოფებს ხო იხმარენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გინახია სილიოტკა, ახლა შენ დიდარი ბიჭი ხარ, მაგრამ და შეიძლება სილიოტკას არ ჭამ და გადასული ხარ მაგალითად ორაგულზე, მაგრამ პრინციპი ერთი აქვს რა. შეიძლება ძვალთა განლაგებას ხელში სხვადასხვა აქვს თემებს, მაგრამ სწორხერხემლიანები ძირითადად ასეა რა. როდესაც თავს მოაჭრიან თევს, საიდანაც ყარს. იმას აყოლებენ, წამოწევენ, ცოტა წამოუწევენ ძვალზევით და ხერხემალი ამოდის საერთოდ სხეულიდან. აი ისე აგათლიან ყველაფერს, რაც სხვა შენამდე შერჩენია და შერჩა. და შენ რა მოგიწევს, იცი, აი როგორც შენი ეგრეთ წოდებული სპეცსამსახური. ნუ შენზე დაქვემდებარებული, გადმობარებული სისტემური ჯოჯოხეთი უკეთებდა ადამიანებს რა. აი მოდი და წავართვათ ყველაფრის უფლება და თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ. და მე იცი რა მოხდება, შენ ბოლოს წერილს დაწერ იმ გამოსირებულივით. ბათუმში რომ წერა კითხვა არ იცოდა, ღრმადა ვარ დარწმუნებული, მაგრამ ბოლოს მაინც წერილი დაწერა ბიზნესეულად. და შენც ბოლოს წერილს დაწერ. და იარაღის მოძებნა არ დაგჭირდება, იმიტომ რომ თქვენ იმარი კატეგორია ხართ, პასტაზე და წიგნზე მეტად სახში იარაღს ინახავთ. და გააправებენ მაგას ძალიან ლამაზად. ბოლოს იტყვია რომ სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე გირჩიე მთელი გულით რა უნდა გააკეთო. ერთადერთი იმუნიტეტი შენი დღეს არის სიმართლის ლაპარაკი. არა, ბიძინა ივანიშვილზე მარტო არა. მთელ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, რომელზეც შენ ფლობს სრულ ინფორმაციას, მასალებიც გააქვს, მაგრამ მაგის გამო პირდაპირ ილუზიაში არ ჩავარდები, მაგის გამოქვეყნების უფლება შენ არავინ არ მოგცემს, მაგრამ თუ შენ იტყვი და ილაპარაკებ სიმართლეს, აი ეს კი მოგცემს იმის საშუალებას, რომ შენი სიცოცხლე გადაირჩინო და შემთხვევით არ დაწერო წერილი და არ წაიღო გაღმა მარილზე. აი ეს მინდოდა მერჩია შენთვის და როგორც გითხარი, შენს მიმართ დიდი სიყვარულით არა. საჭიროებით, რომ შენი სხეული თავიდან აყროლებული ბოლომდე არ განადგურდეს და გამოადგეს შენივე ქვეყანას.